ორი მომაპყარით მანჩესტერის ფანებო. გუნდის დაცემა იწყება იქ, სადაც იწყება არასწორი ტრანსფერები. კარგად დაიხსომე. სამი რამაკლია სამყაროს, ცას კიბე, ზღვას ხიდი და მანჩესტერს მეკარე. დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა, წვრთნელი და პრეზიდენტი. აღზრდեք მანჩესტერო. ერთადერთი იმედი მე-16 ადგილზე მყოფი მანჩესტერისა, რომ ტიტულს აიღებდა, დეზებმა 4 შაბათს დაასამარეს. არ ვიცი უკვე რა გითხრათ და რით განუგეშოთ და დაგამშვიდოთ ჩემო მეგობრებო. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი, ამიტომ როგორც ექიმი რამდენიმე რჩევას მოგცემთ. ჩემი გამოცდილებიდან რა თქმა უნდა, მას ასე ჩაიწერეთ და კარგად დაიხსომეთ. პირველი წამალი, რომელიც უნდა მიიღოთ, არის დილით უზმოზე მისაღები. უყურეთ 1999 წლის ფინალის ბოლო წუთებს. მართალია YouTube-ზე კარგი ხარისხით არ დევს ეს წამალი, მაგრამ მაინც მოქმედებს, ხანგრძლივი ვადა აქვს. მეორე პრეპარატი უნდა მიიღოთ შუადღით ჭამის შემდეგ. უყურეთ სიტის როგორ მოუგო კრისტალ პალასმა ინგლისის თასის ფინალი. ეს სულ სხვა პრეპარატია და ძალიან ძლიერ მოქმედია და თუ შედეგი არ იქნა, მაშინ ღამით ძილის წინ ილოცეთ. მეტი არაფერი აღარ დაგჩენიათ. რაც შეეხება ტოტენჰემის ფანებს, ასე მოგილოცავთ. Congratulations. Good luck in Champions League. ქართველი ფანები ცოტა ყავს ამ გუნდს, თორე ქართულადაც ვიტყოდი. ისე ამ ტოტენჰემის შემყურე ერთ თეორიას მივაგენი ბიჭო. ეს მთავარი გოლეადორი და გუნდის ლიდერი რო გაუშვა ტოტენჰემმა, მერე მოიგო ევროპა ლიგა. პარის სენ-ჟერმენმაც ხო გაუშვა მთავარი გოლეადორი და ლიდერი რეალში. ხო გადავიდა რეალში. ხო და ამ თეორიას დაამტკიცებს კვარა 31-ში. გადავიდეთ იმ მატჩზე, რომელსაც დიდი ხანი ველოდით, მეგობრებო, საქართველოს ნაკრების და ბარსელონას ლეგენდების მატჩს გულისხმობ. მართალია აქ მთავარი შედეგი არ იყო, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ დავუმარცხდით 3-1. ეს სავიოლა მაინდა-მაინც ჩვენთან რო გადაირია და 45 წლის ასაკში გახდა მარადონა და 2 გოლი გაგვიტანა, რაში წერია ეს. თუმცა მთავარი მოვლენა მაინც რონალდინიო გაუჩოს თამაშის ხილვა იყო. ძალიან გაგვეხარდა ფეხბურთის ფანებს მისი საქართველოში ჩამოსვლა, მასაც ძალიან გაუხარდა რომ გვეწვია. თავად თქვა ინტერვიუში, თორე ისე რას გაიგებ, კაცო, სულ გახარებულია ეგ. ითამაშა თავისი კლასი გვაჩვენა და კინაღამ ტრავმაც მიაღებინა ნავალოვსკიმ. ორმა ადამიანმა აისრულა იმ დღეს ბავშვობის ოცნება. ერთი იმ ბიჭმა რომ გადმოხტა და ჩაეხუტა რონალდინიოს და მეორე გიორგი ნავალოვსკი. მაინც რაქნა ბიჭო, რა სიმაღლიდან გადახტა ეს ბიჭი და როგორ დაუძრა დაცვას. ნახოთ ვიდეო. ხედავთ, თავი დაუკრა რონალდინიომ. ყოჩახ ძმაო, ეგეთი რამ მეც არ მიქნია პარაგვაის საზღვარზე რომ ვიპარებოდიო. გადავიდეთ ახლა სხვა თემებზე. დეჟავიუ სპორტ შოუში. ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გილოცავ ოთარ, ჯიგარი ხარ, წარმატებები. ასევე უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი გავარდა ლიგა 1-დან. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მწყენია, რომ დარჩენილიყო, შეიძლება ზურიკოს დარჩენილიყო ამ უსუსტეს გუნდში და ახლა იწერება, რომ სტრასბურგში გადადისო და სტრასბურგი ევროთასებს ეთამაშება. კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია სპორტული სამყაროდან. ოთარ გაბელია პირველი ტურიდან გავარდა კონკურსში ვინ არის. ბატონო ოთარ, ჯიგარი ხარ, შენ გენაცვალე, ძალიან მაგარია, მართლა შოკი იყო თქვენი იმ თოჯინიდან ამოსვლა, წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გაგიკეთებიათ. მოგეხსენებათ, ეს კვირა ბოლოზარების კვირა იყო და მინდა ყველას მიულოცო სკოლის დამთავრება. ბავშვებო, გილოცავთ, თქვენ გაიხარეთ, ახალი გზა იწყება თქვენ ცხოვრებაში. ბოლოზარი ექნებოდა ლამინე იამალსაც. ოღონდ ვფიქრობ, ძალიან უცნაური იქნებოდა მისი ბოლოზარი, რადგან იქ მასწავლებლები მივიდოდნენ იამალთან, თეთრი პერანგებით წარწერა გაგვიკეთე, მოგვიწერე ხელი, შენ გენაცვალე შვილო.
ხო, ლამინი იმიტომ ვახსენე, რომ უკვე გადაწყდა ის ბარსელონაში 10 ნომრიან მაისურს მიიღებს, მეგობრებო. მესი, მარადონა, რონალდინიო, რივალდო რა ხალხი თამაშობდა 10 ნომრიანი მაისურით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან აჯობებს ლამინი მის წინა მორბედ 10 ნომერს. აჯობა უკვე ძალიან აჯობა. ხო გახსოვთ, კაცო, ანსუ ფატი თამაშობდა 10 ნომრიანი მაისურით იამალამდე. და ბოლოს ჯუდო. ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და ამისთვის ევროპის ღია ჩემპიონატზე გავიდა და ერთი ჩასუნთქვით მოიგო. აბა ამბოს უნთქვისთვის დროს ხوار დახარჯავდა, კაცო. გავიდა ჩაისუნთქა, მოიგო. 9 წამში მოიგო ფინალი, ხალხო, 9 წამში, ანუ ჩვენი ჰიმნის დროს უფრო დიდხანს იდგა დარბაზში, ვიდრე ჭიდაობის დროს ტატამზე. გენაცვალე ლაშა, შენ გაიხარე, წარმატებები შენ, ასე გაგვახარე. მუდამ თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი პანამის არხი და იქ ნახავთ როგორ მეუნება გელა კორძაძე. ახლა ოთარ, 9 წამი კიდე კარგად გაქაჩა იმ ესპანელმა, მე 4 წამში წავაგე მაზიანი. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, დიდი მადლობა ლიდერბეთს. და ჩვენი მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდიაც იმყოფება. ახლა რაც შეეხება ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, ამ ადამიანის ვიდეომ მთელი საქართველო მოიცვა და დაიპყრო და მონუსხა. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია მკლავჭიდელი ნუგზარ ჭიკაძე. გამარჯობა. გამარჯობათ. მოდი თავიდანვე შევთანხმდით, ნუგზარ. აქ ჯერ მე ვარ. ამაზე შევთანხმდეთ და კიდე ინგლისური მეც ვიცი და მადგება. რაღაცეებში მადგება ევროპაში რომ მივდივარ ხოლმე და არ მითხრა არაფერი. მომიყევი ახლა რა ჩემპიონატი იყო? ხო, რა ტურნირი იყო, როგორ წახვედი, როგორ ჩამოხვედი, რა ქენი მოიგე? გამარჯობათ. ეს იყო King of Tapes-ის მეოთხე ტურნირი. ვისაც ხვდებოდი კანადელ Mad Masks. რამაც მოიცვა ეს ჩემი ენერგიები და ყველაფერი, მაგ გამოიწვა ჩემ ბრალი არ არის. ზოგადად ვარ ეს რაღაც როგორ თქვა ეს ენერგიული და რაღაც ემოციური ვარ, კი, მქონია ეს რაღაც, მაგრამ რაც ბოლო მე და მასკ შორის მოხდა ეს ჩემ ბრალი არ იყო. რა ჩავედით, შენიათ ვიფრინეთ, სანამ ჩავიდოდით შეჯიბრამდე მოკლედ. სად იყო ეს ტურნირი? თურქეთში იყო, კი. სანამ ჩავიდოდით შეჯიბრზე მოკლედ მესიჯებით, ვიდეოებით ამიკლო, რომ აი ასე გიზავ, ისე გიზავ და 60-40-ს მაძლევდნენ, რომ ანუ 2 მეტრ არის სიმაღლეში და შენო ძალიან დაბალი ხარო რა და როგორც ჩემპი და ისი ამისრულა პოდკასტზე მუხლებზე დაგიდგები და შენ სიმაღლე მაინც ვიქნებიო რა და რო ჩავალთ ახლა პოდკასტის რაღაცა ეს მოგეხსენებათ ამერიკელების საუბარი ეს შეგინება და რაღაცები არაფერი არ არის იმათვის რა და პირველ ამერიკელს რო ხვდებოდი იქიდან შემაგვიეს უკვე მოკლედ ამ გინებას ყოველ სიტყვაში პირველ ამერიკელს რო ხვდებოდი უკვე იმდენად შემაგოა და იმ რაოდენობით მაგინევ და შეჯიბეს წინა ღამეს ვეუბნებოდი გამოდი მაგინე ვერ ვიძინებ მეთქი და უკვე ესე იყო და ამ შეჯიბრი რო დაიწყო და რაღაცა ანუ ოდნავ ადრე დაიწყო რა და ეხლა მოგეხსენებათ ჩემი ინგლისურის ამბავი ვეცადე რომ საჯისთვის მე თქვა რომ ადრე დაიწყო მეთქი და ფასტ სტარტია თქო რა და იქიდან მეუბნება თურმე რომ ანუ რა ფასტ სტარტიო შენ დაიწყეო რა უფრო ჩემზე წინო და როგორ ამბობ რომ მე დავიწყეო და რაღაც სიტყვაში დააყოლა ფაკო თუ რაღაც ეს ფაკ ინჯერჯერ მოვისმინე ამ ინგლისურში და კიდე მეგონა მაგიდევდა და მეთქი ახლა შენდედო ესე მაგარ გამოიწვია ეს ყველაფერი და ესე გაგზილდა მოკლედ მატჩი აქედან დაიწყო ეს ყველაფერი რა და მეორეთ უკვე 2-0-ს ვიგებდი თუ სწორად მახსოვს და ერთი მოგება გამიდო და გამარჯვებამდე რა და რაღაც ვიგარი დუო თუ რაღაც მითხრა ნუ შედეგზე გადავწევთ რა კიდე და მეთქი ანუ ჩემი ინგლისურით გავიგე რომ არ შემდეგს მოგიგებო რა და მეთქი ვიგარი დუო არა ის მომიგება უკვე დამორჩილებული მყავ ხარ თქო ძალიან მაგარი
შენივე ფრაზით კითხავ. მე მაგალითად არ ვიცი ხა ხელის გადაწევა და შენ რო იცი გადგება რამე. ვიყენებ. ვიყენებ. რაში იყენებ? აი ცხოვრებაში რაში იყენებ? აი მაგალითად ამერიკელებს თუდა დავამახზოვრეთ, გამომადგა. მაგალითად აი სუფრაზე მამაჩემი რო სვავს მაგალითად და იქ წავალაპარაკი რაღაცა იქ ბავშვობაში იმას ქონია ხელში ძალა და ასე ეწევა რაღაც ამაყობს ჯემშვილს დადაგადებით ხელს გადავწიოთ. ასე რაღაცებში მადგება. გადგება, მაგარია. ამდენით ხიპიშის და ჩხუბის და ამბავის მე მიხვედი და გადაეხვიე როგორც მახსოვს და ეგ რანაირად მოახერხე. მე მეგონა რომ ჩაარტყავდი მაგას. რაც არ უნდა იყოს სპორტი არის და ჩვენი ეს ემოციები წენა იყო თუ რაც იყო დამთავრდა მაგიდასთან ეს იყო სპორტული შურისძიება. რაც მინდოდა ის გავაკეთე მაგიდასთან პროვინცია და როგორც ქართველებს შეგვეფერება მიველი და უსურვე ქართულად უსურვე ის ვერ გაიგებდა მაგრამ ალბათ გადაუთარგდეს უსურვე წარმატებები და უთხარი რომ ძლიერი სპორტსმენი იყო რა. აჰა, როგორ გონია ის რას ფიქრობდა შენ ფრაზებზე? არ ვიცი. აი ვიგარი დუზე რა იფიქრა ნამდვილად ალბათ გაიგო. არ ვიცი. კარგი, თავარი რა არის მაგ დროს? აი თქვენ სპორტში გადამწყვეტი რა შეიძლება იყოს? ასე ვიტყოდი ხასიათი. ვახსენებ დემო ლარაც, ეს ყველა მის ლეგენდა ადამიანი არის. ხო. აი მოწინააღმდეგეზე არის სრულიად გადართული რა, მაქსიმალურად აკეთებს წინა დღესაც, ვიდეოებშიც, მესიჯებშიც, რომ აი ფსიქოლოგიურად გატეხოს, დააგდოს ფსიქოლოგიურად და ასევე იყო მეტი ჩემზე გათვლილი რა, მაგრამ სამწუხაროდ ოჯელ გიჟი და უღდი ასე რომ ვთქვა და ამან უფრო კარგად იმოქმედა ჩემზე რა და ხასიათი რა ასე ვიტყვი თუ ხასიათში გაგტეხეს და დაგიმორჩილეს და ან შეგეშინდა რაღაცის ან ზარი იპოვეს ხო აი მინუს რო გიპოვნია ფსიქოლოგიურად ზუსტად იქ ჩაგაჭერენ რა და შეიძლება პატარა ხასიათის დაგდება მიმოქმედებს სრული მატჩის გადაწყვეტას. შენი ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა და ხალხი ხსნობს ქუჩაში უკვე. დიახ. რას გეუბნები შენივე ფრაზები ხوار გელაპარაკებია? გუშინ იყო მაგალითად პირველი ვიგარე დუ. ეგრევე. მეთქი რომ გამარჯვოთ. მოკლედ არ ვიცი რა. ფოტოებს იღებენ შენთან ერთად? დიახ, სხვათა შორის ადრე ცოტა ნაკლებად იყო და ამ შეხვედრის მერე ამ შეხვედრამ უფრო გახეთქა. ნახე, შენი ფრაზები ავიღეთ ჩვენ და სხვადასხვა ვიდეოს დავადეთ. ანუ აქ სხვადასხვა სიტუაციებია, სპორტი, კინო, მუსიკა, ასე შემდეგ. და მაინტერესებს რომელს გაიყვან პირველ ადგილზე, რომელი მოეწონება. ანუ შენ იყავი ახლა საჯი. აბა გაუშვათ. ჯერ მე ვარ, ბიჭო, გაიგე. ჰა, ჯერ მე ვარ. კარგი არის. შემდეგი თავს მოგაჭა. აბა What I gotta do to make you love me? იგორი დონი ბე არა. კარგი იყო. გამოუშვით შემდეგი. აბა ერთიც Who let the dogs out? Who let the dogs out? კიდე გვაქვს ერთი. მაჭა გაასწორე. ეს კარგი არის. აბა ეს ყველაზე კარგი იყო ბოლო მაჭა გაასწორე. ბოლო გაგისტონდა ყველაზე. ესე რომ აჩვენებინა რომ კარგი. ბოლოს გავავარჯვებინოთ, ხო? კი. პირველზე გავიდა, მოკლედ გლადიატორი. მაჭა გაასწორე. გავიდა პირველ ადგილზე.
ის თუ იცი რა საერთო გაქვს შენ ლევან საგინაშვილს და დონალდ ტრამპს? ვაიმე, იმედია ფული გვაქვს. არ ვიცი, ვერ გეტყვით. სამივე კანადელებს აჩმორებ. კარგი იყო. ლევანმა ლარაც მოუგო, ტრამპი კიდე ეუნება შემოგვიერთდით. კარგი, ახლა მოდი მითხარი, რატო გადაწყვიტე კლავჭიდელი ყოფილიყავი? ზოგადად ისეთი ხარ, მე ბრძოლის სულის ადამიანი ხარ, ნებისმიერი სპორტის სახეობაში წარმატებული იქნებოდი, რატომ მაინდა-მაინც კლავჭიდი? 2016 წლამდე მე ჭიდაობდი, ძიუდოისტი ვიყავი. ხო? და კახეთში ჩვენთან ჩატარდა ძიუდოში შეჯიბრი რა და სამწუხაროდ გახურების დროს ტრამვა მივიღე რა, ზურგი გამეჭიმა და ვერ მივიღე მონაწილეობა ჭიდაობაში და იქვე გონით თუ სწორად მახსოვს დღეობა იყო რაღაც რა იმ სოფელში და დადებოდა კლავჭიდი. და პირველად მივიღე მონაწილეობა რა, მინდოდა იქ ჩასულიყო. იქ არ ჭირდებოდა ზურგი? ხო და ჭიდაობა სხვა ეხა უფრო რთული იყო და ხელის განაწევაში ცოტა შედარებით მსუბუქად რა. გასაგებია. მივიღე მონაწილეობა, სადაც რამაც ყველაზე ძალიან იმოქმედა ჩემზე, მსოფლიო პრიზიორს მოუგე იმ შეხვედრაზე, საერთოდ გამოუცდელი ვიყავი, არ ვიცოდი ხელის განაწევა რა იყო და მე რაღაც პრობლემები შემექნა ტრამვის გამო წელზე რაღაცები და ძიუდო ვეღარ გავაგზელე სამწუხაროდ დამიგვიანდა წლების შემდეგ კი აღვიდგინე, მაგრამ მე უკვე დაგვიანებული იყო, ვეღარ გავაგზელე და მე არ მინდოდა სპორტის გარეშე ყოფილიყავი, იმიტომ რომ ბავშვობიდან სულ სპორტში ვიყავი, სულ ვარჯიშობდი და ამიტომ გადავწყვიტე კლავჭიდზე გამეგზელებინა და ავიცი აქამდე მოველი დღეს. აქამდე მოხვედით, თან მაგრამ მოხვედით. ეხლა მითხარი გასულ, ეს ხელის დაბმა რა პონტიატო? აი ეგ პონტია რამაც ყველაზე მეტად მიშველა მეთა გავაჯევაში. ხელს ანუ არის სტანდარტები, ეხლა მე ვარ 1.73 m, მეთი არის 1.98 m ზუსტად და ლოგიკურია ძალიან მაღალი ხელი აქვს და რთულია დაბალი ხელისთვის მაღალ ხელთან შებრძოლება რა და ეს თოკი ამუშავებს მხარსაც, ზურგსაც, მთლიანი სხეულის ძალას გაგზნობინებს ხელში რა, რომ გაშვების შანსი აღარ გაქვს რა და უფრო მეტად ძლიერი ხდები რა იმ მომენტში და 90% სპორტსმენები ცდილობენ რომ დაბმულზე გადაწიონ ხელი. ამას სპორტსმენი ითხოვს თუ მსაჯიწყვეტს? არა, სპორტსმენი უკვე რა ხდება, ანუ შეიძლება გინდოდეს დაბმა, მაგრამ უნდა მოახერხო რომ ხელი გაუშვა სპორტსმენს ისე რომ ანუ საჯმა შენიშვნა არ მოქცეს. თორე ორი გაფრთხილება წაგების თოლფასი არის. აჰა, გასაგებია. დარწმუნებული ვარ რომ ვისაც კლავჭიდი უყვარს ის ფილმი სტალონეს მონაწილეობით, ცნობილი φιλმი რო არის, სადაც სტალონემ კლავჭიდელე თან სატვირთოს მძღოლი როა და თან რო დაყავს სატვირთო და თან რო ვარჯიშობს. ძალიან მაგარი. ხო და ნახე, ესეთი რამე გავაკეთოთ. ერთ-ერთი ვიდეო აღმოვაჩინე ამ ფილმში, სადაც მოწინააღმდეგე ამ სტალონეს რაღაცებს ეუბნება, აგინებს, აშინებს, ცხვირშიც მიარტყმევინებს ხელს და ეს სტალონე სულ ჩუმად არის. ხო და შენ რო გაგახმოვანებინოთ სტალონე, ანუ რას ეთყოდე იმის ადგილას? აბა გაუშვათ ეს მომენტი ფილმიდან. აბა ამ დროს მაჯარა მოუტეხა რაო სიდიდი არაქშველის ვაიდროს. სიდიდი არაქშველის. აი ის ვერ გავიგე რა უთხრა და მაგ სიტყვასაც გავიმეორებდი იგლებს რა. აი ეს ცხვირში მირტყვა მოსულა? არა, არ შეიძლება დისკვალიფიკაციას იძლევიან. მიდი ახლა მიაწექი, მიდი. აი ეს ცნობილი. აი ახლა დაგერღა. აი ახლა კიდე გამოიღე. აი რა მაგრა გავახმოვანეთ ჰოლივუდის ფილმი, ძალიან მაგრა გავახმოვანეთ. და ნუ გზარ ბოლოს
საომავლო გეგმებზე რომ მითხრა, ანუ აწი რა გველოდება? რას უნდა ველოდოთ აწი შენგან? უახლოეს მომავალში. სამომავლოდ დიდი იმედი გვაქვს, რომ სატიტულო მატჩი გვექნება ლარათთან. სულ რამოდენიმე სპორტსმენი ვართ დარჩენილები, მე უკრაინელი და უკრაინელები 2-3 და ლარატი არის და ორგანიზაციაზე ვართ დაყრდნობილი, ველოდებით პასუხს, რომელი მატჩს მოგცემს და დიდი ალბათობით ლარას ველოდებით. აჰა. ეს როდის იქნება? დაახლოებით ამ წელს აუცილებლად იქნება, მაგრამ ეს ზუსტად არ არის. ზუსტად არ არის და სად ჩატარდება, ესეც არ არის ცნობილი. არ, ჯერ არ ვიცით. შეიძლება რომ ჩვენთან ჩატარდეს. კი, რატომაც არა, იმიტომ რომ წინაზე ეს ივენთი ჩვენთან ჩატარდა ერთ-ერთი. გისურვებს სატიტულო ბრძოლის მოგებას, ყველა სატიტულო ბრძოლის მოგებას და კამრებს, ნუგზარ ჭიკაძე იყო ჩემი სტუმარი. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.